გაუქმებს თუ არა ევროკავშირის საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაკნა ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს. დღეს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დღის წესრიგში ევროკავშირის თავდაცვის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შესახებ არ მსჯელობენ, შეხვედრის დაწყებამდე ცაკნამ კომენტარი გააკეთა. საქართველოს შესახებ მას კითხვა ევროსკოპმა დაუსვა. ესტონეთმა დაუწესა ათობით სხვადასხვა პირს პერსონალური სანქციები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს. ასევე მოუწოდებთ ევროკავშირს დაიწყოს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების პროცესი. ეს საკითხი მაგიდაზეა და პროცესის დაწყება სჭირდება 15 წევრი ქვეყანა, რომ შევაფასოთ და ვუთხრათ რეჟიმს ქმედებები შეცვალოს. 2 აპრილს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ქართული ოცნების პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ოცნებას უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა და მაუწყებლობის შესახებ კანონის შეჩერებისკენ მოუწოდეს. კალასისა და კოსის ერთობლივ განცხადებას მხარი დაუჭირა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველტკამპმა. ველტკამპმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა. ევროპული მომავლისთვის მებრძოლ მოქალაქეებს კი მხარდაჭერა გამოუცხადა. I do believe that it is very concerning that there is such a backsliding taking place in Georgia. ძალიან შემაშფოთებელია ის უკუსვლა, რასაც საქართველოში ვხედავთ. თქვენ ნახეთ კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება. ნიდერლანდები როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი, სრულად ვუჭერთ ამ განცხადებას მხარს. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ამავდროულად ვხედავთ, რა რაოდენობის ადამიანი არის პროევროპულად განწყობილი და იბრძვის ამ ევროპული მომავლისთვის. და ჩვენ გვსურს ისინი გავამხნევოთ, რათა გააგრძელონ ეს გზა. რა სახის ბერკეტები შეიძლება გამოვიყენოთ? დღეს ნატოს მინისტერიალზე ვარ და აქ არაა საშუალება ასეთი სახის ბერკეტებზე საუბრის, მაგრამ თქვენ იცით, რომ ევროკავშირმა უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, მაგალითად ვიზა ფასილიტაციის შეჩერება ქართველი დიპლომატებისთვის.